გავბედავ და ვიტყვი ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტი 2029 წლის იანვრიდან. კარგი, ცოტა მოკრძალებული ვიქნები. და ვიტყვი, დანამდვილებით ვიტყვი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატი. დღეს სახელმწიფო მდივანის ხოთაშოვის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო წარსულში მარკო რუბიო, რომელიც ჩემი მოსაზრებით ბევრად უკეთესი დიპლომატი პოლიტიკოსია ვიდრე ვინიცის და მეორე კანდიდატი პრეზიდენტობისა ჯეი დი ვენსი ვიცე-პრეზიდენტი, რომელსაც ამ ბოლო ხანებში გავრცელებული ცნობების თანახმად თლად ბოლომდე აღარ სწყალობს პრეზიდენტი ტრამპი, მაგრამ ეს ცალკე ისტორიაა და ამაზე აღარ გავამახვილოთ ყურადღება თქვენის თემაში ამ ვიდეო ბლოგში. მოკლედ მარკო რუბიო იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, ზედა პალატაში და კითხვა-პასუხი გაიმართა მასსა და სენატორებს შორის. პრაქტიკულად სიტყვით დათარგმნი არის ეს დიალოგი ამგვარი. სენატორი სტივ დეინსი ეკითხება მარკო რუბიოს. თქვენი დიპლომატიისა და ამ ადმინისტრაციის ერთ-ერთი ნაკლებად გაშუქებული წარმატებაა ის, რაც მოხდა სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით, ისტორიული შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ჩემი ჩანართი. მართლაც პრეზიდენტი ტრამპი კი ამბობს, რომ მე 8 თუ 9 კონფლიქტი დავასრულეო, მაგრამ ყველაზე უფრო დიდი წარმატება მან ყველას დიდ წარმატებას მან მაინც კავკასიის რეგიონში მიაღწია. თუ რამე მართლა დაასრულა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტი, ვაღიაროთ, რომ წინა ადმინისტრაციამაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ამ პროცესში, კონკრეტულად სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა, მაგრამ მაინც სწორედ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ტრამპის პრეზიდენტობის დროს საბოლოოდ და სამუდამოდ გავბედავ და ვიტყვი, ეს ორი სამკვდროდ გადაკიდებული ქვეყანა ერთმანეთთან შერიგდა, ერთმანეთს შეურიგდა, შეთანხმდა და ტრამპის და მარკო რუბიოსი ცხადია, მაგრამ პერსონალურად ტრამპის წვლილი თუ წილი ამ ყველაფერში არის უზარმაზარი წვლილი. ხო და ეს სენატორი სტივ დეინსი, გამორჩეული კაცი სხვათა შორის, რომელიც ძალიან ხშირად უცხოურ ვიზიტებში ახლავს ხოლმე განსაკუთრებით პრეზიდენტ ტრამპს და დამოუკიდებლად ცხადია აქტიურობს. ხსენებულ მარკო რუბიოს ეკითხება, თქვენი დიპლომატიისა და ამ ადმინისტრაციის ერთ-ერთ ნაკლებად გაშუქებული წარმატებაა ის, რაც მოხდა სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით, ისტორიული შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ბატონო სახელმწიფო მდივანო, ვიცი რომ თქვენ ახლახან იმყოფებოდით რეგიონში, რაც გულისხმობს სენატორი დეინსი, რაც გულისხმობს და მარკო რუბიოს რამდენიმე საათის ჩასვლას სომხეთში. და იქ საბოლოო, ან ბოლოს წინა თქვენის თემართ მაინც ასე ვიტყვი, შეთანხმების გაფორმებას, ვაი, სადახარ შენ ამასობაში საქართველო. ქვეყანა, რომელიც რა სომხეთი რა აზერბაიჯანი პრაქტიკულად ევროკავშირის წევრი იყო, ანუ სხურფლთან იდგა. დასავლური ინტეგრაციის გზაზე უაღრესად წარმატებით მოძრაობდა, ახლა მაჩანჩალაც არ არის, გამქრალია მეთქი ამ გეოპოლიტიკური რუკიდან და მარკო რუბიო საქართველოს არც ამ კითხვა-პასუხის დროს არ ახსენებს არც სენატორი და არც სახელმწიფო მდივანი. გრძელდება სენატორი დეინსის რეპლიკა, რემარკები, კითხვა, უკვე მერე ფორმულირებული ამგვარად და წაგიკითხავთ თავიდან ბოლომდე. ეს რეალურად გამოსვლა, ეს კითხვაც არ არის. ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. რეგიონისათვის, რომელიც თითქმის 40 წლის განმავლობაში იყო კონფლიქტით გატანჯული და ცხელი ომის ზონად ქცეული. 1988 წელს საბჭოთა კავშირი დანგრეული არ იყო, დაიწყო ეს კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. სომხეთისთვის ჩემი ღრმარწმენი და ბევრი სომეხი დამეთანხმება იყო სიმსივნე ყარაბაღის რეგიონი, რომელიც საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, მაშინაც დარჩა სომხეთს, ოღონდ ოკუპირებული ჰქონდა აქ მე ისტორიულ ფაქტორებზე ან ისტორიაზე როგორც ასეთზე არ ვლაპარაკობ, რამდენი ხაჩკარი იყო, საფლავის ქვა, რამდენი ხაჩკარი იყო, ვითომ ხაჩკარია, ხო, ანუ უნიკალურია ხოთაშორის ეს ხაჩკარები, სომხური საფლავის ქვები. ყარაბაღის ტერიტორიაზე ამაზე არ ვამახვილებ ყურადღებას. ალმა-ატის ხელშეკრულების თუ შეთანხმების შედეგად რასაზღვრებშიც დაიშალა ესა თუ ის, დაიშალა საბჭოთა კავშირი და ჩამოყალიბდა ესა თუ ის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, ის ითვლება ხაზგასმით ვამბობ დე იურე ტერიტორიად ამა თუ იმ ქვეყნისა. ალმა-ატის შეთანხმების შემორღვევა
არაერთხელ და ყველაზე მეტჯერ რასაკვირველია მოახდინა რუსეთმა მოლდოვაში, რუსეთმა უკრაინაში, რუსეთმა საქართველოში. საქართველოს 79900 კვადრატული კილომეტრია სწორედ ალმატის ხელშეკრულების საფუძველზე თუ თანახმად, თორე ეგრე ისტორიულ წიაღსვლებში თუ შევიჭყიტებით, საქართველოსია ნახევარი არასწორი სიტყვა, მაგრამ თურქეთის გარკვეული ნაწილი, რუსეთის გარკვეული ნაწილი, აღმოსავლეთით გარკვეული ნაწილი სომხეთისა მათ შორის. და თუ ალმატა არ ეხება, მაგრამ თუ ესე სოფლიოს ქვეყნებს გადავავლებთ, ნახევარი გერმანია, ნახევარი საფრანგეთი, ბრიტანეთისა და ნახევარი ბრიტანეთის საფრანგეთის მეთქი ასე გეტყვით. ახლად ჩამოყალიბებული ქვეყნები იმდენია ახლად შედარებით ცხადია ევროპის სივრცეში და ყველას შეუძლია საფრანგეთს, გერმანიას, ყველას შეუძლია თავისი მნიშვნელოვანი პრეტენზიის გაცხადება, მაგალითად გერმანიას ანგლეთ ავსტრო-უნგრეთის იმპერია არსებობდა, რომელსაც შეუძლია თქვას, რომ აი ქვემოთ რაც ხდებოდა ყველაფერი, ან ბევრი რამ ჩემი იყო. კარგით, ახლა ჩემი ისტორიული წიაღსვლები ალბათ ნაკლებად საინტერესოა, სენატორ სტივ დეინს მოусმინოთ. ეს არის დიდი წინგადადგმული 40 წლის განმავლობაში იყო კონფლიქტი დატანჯული და ცხელი ომის ზონად ქცეული. თქვენ და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით თქვენ ნამდვილი მშვიდობა მოიტანეთ მსოფლიოს იმ ნაწილში, რომელიც რუსეთსა და ირანს შორისაა მოქცეული. ნახეთ, როგორი усаინტერესო ესი აქცენტია გაკეთებული. усаინტერესო ესი რუსეთი ვება სახელმწიფო დედამიწის მე-7-ზე გადაჭიმული, მე მგონი ვერ ჩავატიე, მაგრამ მაინც რეგიო ეს არის რუსეთი, ჩავთვალოთ, ეს არის თქვა ესეთი არ არის, მაგრამ მაინც ვერ ჩავატიე, აქ იკითხარით. რუსეთსა და ირანს შორის მოქცეული კავკასიის რეგიონი, რომელსაც ესაზღვრება ასე მაგალითად სომხეთი, ხო? და ამ რეგიონზე ლაპარაკეთ, თქვენ ამ რეგიონში მოიტანეთ მშვიდობაო. თქვენი და ტრამპის პოლიტიკის შედეგადო ყველაზე უკანასკნელი უიცი ვინც არის, იქნება და მისთვისაც დავღეჭოთ და ასე კარგად, ნათლად, წვილად განმარტოთ, რაზეა საუბარი. სწორედ კრეატიულმა აზროვნებამ ტრამპს მართლა ვერ დაუკარგავთ, ხანდახან ცდება, ხანდახანზე ხშირად ცდება, თუმცა მაგრამ კრეატიული აზროვნება არ აქვს, ტრამპზე ვერ იტყვი. გამოიწვია და ახსენებს სენატორი შემდეგ სიტყვებს წარმოთქვამს სტივ დეინსი. კრეატიულმა აზროვნებამ გამოიწვია Trump Road for International Peace and Prosperity. ანუ ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. ამაზე ამახვილებს ყურადღებას. ეს არის ეგრეთ წოდებული, ეს არის აზერბაიჯანული ტოპონიმიკა, ეგრეთ წოდებული ზანგეზურის დერეფანი, ასე იცნობს ქართული საზოგადოება და მხოლოდ ამიტომ ვამბობ, ასე ეგრეთ წოდებული ზანგეზურის დერეფანი, რომელიც გაივლის რკინიგზა იქნება სახმელეთო მიმოსვლა სომხეთს, აღმოსავლეთ სომხეთის გავლით და აკავშირებს დასავლეთთან, მე უკვე თურქეთ და ასე შემდეგ და ასე. სომხეთის დეიზოლაციის და სომხეთი იყო მარმინას ბილწი სიტყვა წარმოთქვა ახლა, მაგრამ მაინც სომხეთი იყო ჩიხში, გეოპოლიტიკურ ჩიხში, თუმცა ბილწი სიტყვის წარმოთქვა შემეძლო ცხადია. ამის შედეგად სომხეთის დეიზოლაცია ხდება. გასაგებია. აი საქართველო, რომელიც არის შავი ზღვის ქვეყანა, ის დეიზოლირებულია ბუნებრივად, თუმცა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების წყალობით და გამოისობით საქართველო გეოპოლიტიკურ ჩიხში ექცევა, იმიტომ რომ იმ პოტენციალს, რომელიც აქვს საქართველოს, ან პრაქტიკულად არ ვიყენებთ, ან სრულად არ ვიყენებთ. აქ ცხადია პირველ ყოვლისა იგულისხმება შუა დერეფნის პოტენციალი, რომელიც დაგვირგვინდეს უნდა დაგვირგვინებულიყო ანაკლის ღრმაწყლოვანი პორტის აშენებით. მაგრამ ეს ცალკე თემა. სომხეთს ეს შესაძლებლობა არ ჰქონდა, მათ შორის რთული რელიეფის გამოც. ტრამპმა თავისი კრეატიული აზროვნებით ამას ეკითხება, ამას ეუბნება, მე არ მინდა რომ ხან გამიგრძელდეს ეს ვიდეო მეორე მხრივ, ამას ეუბნება სენატორი სახელმწიფო დივანს. გადაჭრის გზა, ეს პროგრამა სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს, არამედ მრავალ მეზობელ ქვეყანასაც. ეს მრავალი მეზობელი ქვეყანაა, ვინ არის? სომხეთისა და აზერბაიჯანის მეზობელი ქვეყანა, აზერბაიჯანს საერთოდ რუსეთის ესაზღვრება და სომხეთს არ ესაზღვრება, სომხეთის მეზობელი ქვეყანა არის მრავალთა შორის ერთი, თქვენის ნებართვით მაინც ასე ვიტყვი, არის საქართველო. ცხადია გულისხმობთ თურქეთს, აი გულისხმობთ თუ არა საქართველოს, ეს არ ვიცი და უკვე შემდგომი წინადადება. სენატორის არის კიდევ უფრო გენიალური, ასე ვიტყვი. როგორც ერთხელ ბზეჟინსკიმ და ბზეჟინსკი მარტივი კაცი არ ყოფილა. მისი ნაშრომი საჭადრაკო დაფა
ხო ერთ-ერთი სახელმძღვანელოა დღესაც კი სახელმწიფო დეპარტამენტისა და არა მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის და პოლიტიკის სახელმძღვანელოა. მოკლედ ამ კაცს ახსენებს ამერიკას ყავდა მასშტაბური კაცი, მასშტაბური სახელმწიფო მდივნები, მათ შორის მასშტაბური თავდაცვისა და უსაფრთხოების სენატსა და კონგრესში მნიშვნელოვანი მაგალითად ვის ახსოვს მაკეინი, ხო გახსოვთ მაგალითად, მაგრამ ვის ახსოვს მაგალითად სენატორი ჰელმსი, არ მინდა შემეშალოს, ხო? აი ეს დაბეც დამავიწყდა. მოკლედ ბევრი კისინჯერი ყავდა სხვა თუ არაფერი. ანუ პირები, რომლებიც უმნიშვნელოვანესად აწარმოებდნენ წლების დაწყების განმავლობაში ამერიკის სახელმწიფო პოლიტიკას. ქმნიდნენ სახელმწიფო დოქტრინებს, ასე ვიტყვი. ხო და ამ ბჟეჟინსკი გლობალურ საჭადრაკო დაფაზე საუბრისას ცენტრალური აზია ღვინის ბოთლია, ხოლო აზერბაიჯანი საცობიო, ესე უთქვამს მას ბჟეჟინსკის. თუ საცობს ამოაძრობ ნავთობი, გაზი და კრიტიკული მინერალები დასავლეთისკენ დაიწყებს დინებას. ნაცვლად იმისა, რომ რუსეთში ჩინეთსა და ირანში წავიდეს. ეხლა აი ხო არაფერს შუაშია და არც ახსენებს სენატორი, ასე მაგალითად თურქმენეთს. იცით თუ არა თქვენ, ანუ კასპიის ზღვის აღმოსავლეთით რა რაოდენობის ბუნებრივი აირია დაუკონტრაქტებელი. ხო სახელმწიფო დივანია შუაშია და კანცლერი მერკელი ბერდი მუხამედოვსაც კი დღევანდელი ლიდერის ბერდი მუხამედოვიჩია დღევანდელი გურბან გულეევიჩია ბერდი მუხამედოვს მამას შეხვდა თავის დროზე აერთხელ კი არა რამდენიმეჯერ და სულ იყო ლაპარაკი რომ ეს 30 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება როგორღაც იქნება მოხდეს ევროპაში გასადენებით პირველ ყოვლისა და სხვა ტექნოლოგიების გამოყენებითაც რომ ამით სამხრეთ ევროპა ისარგებლოს და ჩრდილოეთ ევროპას მოეხსნას ეს ტვირთი და შესაბამისად ის თვითქმარი იქნება. არაფერი არ გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამაც ამ ხელისუფლებამ. იმისთვის რომ ეს ყველაფერი ეს საქმე წინ წაწეულიყო, თუმცა იქ იყო სხვა ობიექტური პირობებიც და მიზეზებიც, რის გამოც ეს პროექტი ბოლომდე ვერ განხორციელდა, მათ შორის კასპიის ზღვის ზედაპირი ვის ეკუთვნის, კასპიის ზღვის ფსკერი ვის ეკუთვნის, რუსეთის თავისი, რუსეთის პრეტენზიები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა უყურეთ, აქ ამბობს ძალიან საინტერესო რემარკაა, რომ კრიტიკული მინერალები დასავლეთისკენ წავიდეს, მაინც სახმელეთო გადაზიდვებს, საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვებზეა საუბარი ცხადია. და ტრიპი ისევ და ისევ მთავარი მოცემულ ეტაპზე მთავარ სამარშრუტო გზად, გადასადი გზით გზად ყალიბდება, მით უფრო იმის გათვალისწინებით, თუ საქართველოს ხელისუფლება ადეკვატური ამ პროცესში არ არის, ადეკვატური რომ იყოს, იქნებოდა ორი განშტოება, კიდევ ჭირდება რამე ფურცელი, ორი განშტოება იქნებოდა შუა დერეფლისა, ეს იქნებოდა უხეშად უფრო სამხრეთით არსებული პატარა მონაკვეთი, ეს არის ტრიპ, დავარქვათ ესე, იქნება და კარგად ვაჩვენოთ საზოგადოებას, ეს არის ტრიპ და ეს არის ძირითადი მარშრუტი, ეხლა შემიძლია მე ვერ ვხაზავ კარგად თლად, მაგრამ მაინც ეს არის ის მარშრუტი, რომელიც აი ამის იქით უკვე შავი ზღვა არის და ეს არის მაინც ანაკლია, მომნიშნავთ თქვენის დებართვით, აი ეს წერტილი იყოს თქვათ ანაკლია, ეს არის მაინც ანაკლია შუა დერეფალი და უკვე ანაკლია. ეხლა მე ხადია კარგად ვერ დავხატე და შემიძლია რომ ტელეფონში გავხსნა და გაჩვენოთ რას გულისხმობდა როგორ. ბატონო სახელმწიფო მდივანო, შეგიძლიათ გითხრათ, როგორ აპირებთ ამ სამხრივის შეთანხმების განხორციელებას შტატების სომხეთი, აზერბაიჯანი და როგორ მოუტანს ეს დიდ ეკონომიკურ სარგებელს, როგორც შეერთებულ შტატებს, ისე ისტორიულ პრობლემურ რეგიონს. აქვე ვიტყვი, ვიდრე სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს პასუხს ჩაგიკითხავდეთ, აქვე გეტყვით, რომ ტრიპის განხორციელება ძალიან დაუკიდურესად რთული იქნება, თუ პირველი იმ შემთხვევაში თუ სომხეთის პრემიერი ფაშინიანი გაიმარჯვებს ამარჩევნებში და გაიმარჯვებს 7 არჩევნებია, ოღონდ უკვე შემდგომ გაუჭირდება რეფერენდუმში გამარჯვება. რეფერენდუმი იცით თქვენ, რომ საბოლოოდ მოკვეთას გულისხმობს მთიანი ყარაბაღისა სომხეთის კონსტიტუციიდან და სომხეთის კანონმდებლობიდან და სომხეთის წყალებში დე იურე ტერიტორიებიდან. ეს რეფერენდუმი სადღაც აგვისტოში გაიმართება და რუსეთი მოემზადება ამ რეფერენდუმზე ფაშინიანის დამარცხებისათვის, რუსეთი, რომელიც ძალიან აწყობს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს კვლავ სამკვდროდ გადაეკიდოთ ერთმანეთს. ეს ერთი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე, არ და ვერ განხორციელდება ტრიპის პროექტი და სხვა პროექტები სომხეთსა და აზერბაიჯანში, ბარემ ამასაც ვიტყვი, ასე მაგალითად NVIDIA-ს, ასე მაგალითად ხელოვნური ინტელექტის, ასე მაგალითად სხვა მნიშვნელოვანი ინვესტიციები ვერ ჩაიდება სომხეთში და კავკასია ვერ განთავისუფლდება რუსეთის კლანჭებისაგან, თუ რუსეთი დააპირებს აქ რევანშს.
და რუსეთი მას შეიძლება თუ ძალა იყო დააპიროს რევანში კავკასიის რეგიონში. მიხეილ სააკაშვილიც ამაზე ლაპარაკობს. მე არ მჯერა, რომ რუსეთს გაატარებს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფალი ბიზინა ივანიშვილი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, მისცემს დერეფანს კორიდორს, გიუმრის ბაზის მომარაგების შესაძლებლობას. მე ამის არ მჯერა, მაგრამ ალბათობა ამისი თუნდაც 1 ან 5% რომ არსებობდეს უკვე დასაფიქრებელი ამბავი. მესამე ამბავიც არის, რომელიც სომხეთს არ ეხება, მაგრამ ეხება მთლიანად რეგიონს. ესე კონკრეტულად სომხეთს არ ეხება და მან ეხება სომხეთს ტრიპის კონტექსტში. ტრიპი ვერ განხორციელდება თუ ირანში იქნება არეულობები. ესეც რომ ვიცოდეთ ბარემ. და თუ ირანის ამბავს ვერ მოამრგვალებს, მოათავებს ამერიკის შეერთებული შტატები. ეს რაღაც ჩემი მოსაზრებები გაგაცანით ეხლა ამასთან დაკავშირებით. ეხლა ვილაპარაკოთ სახელმწიფო მდივანმა რა უპასუხა სენატორს. გმადლობთ. როგორც აღვნიშნეთ, გასული კვირას ნამდვილად იქ იყავით. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ტრიპის შეთანხმებას შეერთებულ შტატებსა და სომხეთს შორის. ამას დერეფანს უწოდებენ, მესმის რომ ეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების საყრდენია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ის გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სამშვიდობო შეთანხმების საფუძველი. დიახ, ტრიპი არის გაცილებით მეტი, ან საყრდენი თუ ვნებოთ ასე ვიტყვი. საყრდენი ამ სამშვიდობო შეთანხმებისა. მას რეალურად შეუძლია რევოლუციურად შეცვალოს სომხეთის სტრატეგიული მდებარეობის მნიშვნელობა და ქვეყანასა და ხარ მართლა ჩემო ქვეყანავ, ჩემო სამშობლო, ბარათაშვილის, რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, მერაბ კოსტავას, და სხვათა სამშობლო, სულხან საბაურბელიანის სამშობლო. სადა ხარ ამასობაში? შენ ხარ ჩარჩენილი თემაში, კვერცხი გაიაფდება თუ არა 5%-ით. შენ ხარ ჩარჩენილი თემაში, ის არაბული კომპანია, რომელიც შემოდის ამ ქვეყანაში, მართლა ჩადებს თუ არა 6.5 თუ 6.6 მილიარდ და რა ფორმით ჩადებს? რამდენი ეკუთვნის სახელმწიფოს, რამდენი არ ეკუთვნის? შენ ხარ ჩარჩენილი თემაში, ჩინელება როგორ გვაყირავეს, როცა ჩვენ შეგვეძლო, გვაყირავეს რეალურად ანაკლიის სპორტში, მაგრამ ამას ვინ ჩივის კაცო, ამაში იყავი ჩარჩენილი. შენ ხარ ჩარჩენილი თემაში, მან რომელიმე ერთი დეპუტატი არ გათხოვდეს, შემთხვევით არ გათხოვდეს რომელიმე მეორე დეპუტატს. და არა და ამ დრონების უკრაინა იგულისხმება ამ შემთხვევაში. ან თანამედროვე ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის პირველ ყოვლისა ეპოქაში ქვეყნები გარშემო ისე წინ მიდიან, რომ შენ რომ განთავისუფლდე და უნდა განთავისუფლდე, ცხადია ბიზინა ივანიშვილის მარწუხებისაგან შენ ძალიან გაგიჭირდება. დიდი დრო დაგჭირდება, ნიჭიერები კი ვართ, მაგრამ მაინც დიდი დრო გჭირდება დაეციო ამ ქვეყნებსაც კი, იმ ქვეყნებსაც კი, რომლებიც შენზე ჩამორჩენილები, ჯერ შენ სად იყავი, მაგრამ შენზე ჩამორჩენილები იყვნენ წლების და ათწლეულების განმავლობაში ყველა თვალსაზრისით. სადახარ ჩემო სამშობლო. მაგრამ ეს გაცილებით მეტია ვიდრე უბრალოდ სამშვიდობო შეთანხმების საფუძველი. მას რეალურად შეუძლია რევოლუციურად შეცვალოს სომხეთის სტრატეგიული მდებარეობის მნიშვნელობა და ქვეყანა რეგიონის ვაჭრობის ცენტრალურ ჰაბად აქციოს. მან მოაგვარა წნობის პრასაკითხი, რომელიც აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი იყო და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში გამაღიზიანებელ ფაქტორად რჩებოდა. მაგრამ მისი მნიშვნელობა ამაზე ბევრად მეტია. მას შეუძლია ძალიან ძლიერად გაარდაქმნას სომხეთის ეკონომიკა. ანუ ტრიპი იგულისხმება ამ შემთხვევაში. კიდევ ერთი რამ, დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი ურთიერთობები სომხეთთან საკმაოდ სტაგნირებული იყო, ანუ სტაგნაცია იყო ურთიერთობებში. და ზოგიერთ შემთხვევაში ვიტყოდი თითქმის არც არსებობდა. მაგრამ აი ფაშინიანმა რამდენად რევოლუციური გადაწყვეტილებები მიიღო და რამდენად რევოლუციური ნაბიჯები გადადგეს, თქვით ჩემი სიტყვები. ამ შეთანხმებამ ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობაც გააცოცხლა და სხვა მრავალ სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებიც გახსნა. ამ პროცესში ახლა ძალიან აქტიურად ვართ ჩართულები. შეთანხმება სულ ახლახან მოვაწერეთ ხელი და ის საშუალებას მოგცემს წავახალისოთ ამერიკული კერძო სექტორის ინვესტიციები ამ დერეფანში, ამერიკული კომპანიებისა და ინტერესების სასარგებლოდ, მაგრამ ასევე სომხეთის, აზერბაიჯანისა და რეგიონის სხვა ქვეყნების საკეთილდღეოდ და შეეძლო თუ არა მარკო რუბიოს ეხსენებინა საქართველოს? შეეძლო. მაგრამ მარკო რუბიო არც ამ შემთხვევაში სხვა ქვეყნებში ასე სახელდებულად საქართველოს არ გაიყვანა. ვინც ის და იქნება თურქეთი იგულისხმება. მე მგონია რომ თურქეთი იგულისხმება. და თუ საქართველოს იგულისხმება და მე იმედი მაქვს რომ საქართველოს იგულისხმება, ჩვენი აქტიური დიპლომატიის წყალობით ჩვენც მოხვდებოდით ამ კამპოტში. მაგრამ ჩვენ ამ კამპოტში არა ვართ. ყოველ შემთხვევაში არ გვასახელებენ. მე კი მგონია რომ ვართ და ჩვენთან დაკავშირებით ამერიკა მიიღებს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, მაგრამ ასე აი ამ როცა გეოპოლიტიკურ ან გეოსტრატეგიულ პროექტებზე ვსაუბრობთ, აქ მარკო რუბიო მაინც სიტყვა ძუნწია საქართველოს არც ახსენებს. და აქ ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ ერთი რემარკაა ამერიკული კერძო სექტორის ინვესტიციები და ჩვენ გამოკიდებულები ვართ ქურამ მაჭავარიშვილი თუ აქვს ეს
ბერეკაშვილი თუ არ შეიძლება მეშნება გვარი დეპუტატია, დეპუტატად წოდებული, რომელსაც აიმდენ რაღაც 700,000 ლარიანი თუ 800,000 დოლარიანი რაღაც 15 ბინა აქვს, ერთს კი რაღაც კირცხალია, მირცხალ ვიღაც ტიპები ვარიან, 10 ბინა აქვს, აქირავებს 900 რაღაც 800 დოლარად, ოხრა ბედნიერი. ისინი არიან აი ამაში ჩარჩილები, კვერცხი როგორ გაიაფთება, გურამ მაჭარაშვილის კოლეგა რომელიმე გათხოვდება თუ არა მამაკაცი. და ასე შემდეგ, ხოლო ეს ამასობაში ხდება რევოლუციური გარდაქმნები ჩვენს რეგიონში. სხვა შორის, აქვე გეტყვით, რომ აქ საინტერესოდ ამბობს მერე უკვე შემდგომ მარკო რუბიო და მეც ვიტყვი მანამდე, რომ რუსეთი ამ ყველაფერს სასაკვირველია შეეწინააღმდეგება, უბრალოდ უკანალი ეყოფა თუ არა, ექნებათ თუ არა რუსეთს, რომ რევანში აიღოს სომხეთზე კონკრეტულად და საქართველოს გავლით სომხეთზე ან საქართველოს გარეშე სომხეთზე. ეცდება ფეხის ჩატოვებას, რასაკვირველია, მაგრამ როგორც ახლო აღმოსავლეთთან აიბარგა და გადაიბარგა, უფრო რთულად აქვე გეტყვით. მაგრამ აიბარგება და გადაიბარგება კავკასიის რეგიონის 2/3. თქვი ასე. სხვათა შორის ამბობს მარკო რუბიო, ფიქრობს საკმაოდ აშკარაა ეს და ეს ღია წყაროებშიც კარგად ჩანს, რომ რუსები ჩვენი ჩართულობით კმაყოფილები არ არიან, ასეა. რუსები ამერიკელების ჩართულობით კმაყოფილები არ არიან. ინგარაჩოული ვიყავა. ფიქრობ, რომ არსებობს ნიშნები, რომ მათ სურთ მიმდინარე პრეზიდენტმა ეს პრემიერ-მინისტრი უნდა ეწეროს ეს არჩევნები წააგოს. სწორედ შეერთებულ შტატებთან მზარდი ურთიერთობის გამოცხადია. და გავბედავ და ვიტყვი, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ფაშინიანმა წააგოს არჩევნები. ოღონდ გავბედავ და ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი არ გამოუვათ შვიდში, დღეს რა რიცხვია? 3-4 დღეში არჩევნებია. გასაგებად რომ თქვა, ჩვენ იქ არ ვართ სომხეთის სუვერენიტეტის შესალახად. აქ არის ძალიან ჩვენთან ეს უკვე მევამატებ. ჩვენთან არის ძალიან მცდარი ქართული ოცნების მიერ აბსოლუტურად შეგნებულად ინიცირებული ან ინექცირებული ნარატივი იმის თაობაზე, რომ სუვერენიტეტს გილახავს დასავლეთი. აი, სომხეთთან მიმართებაში, როდესაც საუბრობთ, მარკო რუბიო ამბობს, რომ ჩვენ აი სომხეთის სუვერენიტეტს არ ვნახავთ. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ მათ სხვა ქვეყანასთან მეგობრობა შეწყვიტონ. ამ შემთხვევაშიც საქართველოსთან მიმართებაში არ მოითხოვენ მაინც და მაინც ურთიერთობის გაწყვეტას, არა მეგობრობას ხადია უნდა გავწყვიტონ რუსეთთან, მაგრამ ურთიერთობა შეიძლება გქონდეს რუსეთთანაც. ოღონდ სახელმწიფო უნდა იყოს. და ამას მოითხოვს უკვე ხვალზე, როცა იქნება მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები ვაშინგტონი თბილისისაგან. უბრალოდ გსურს მათთან ურთიერთობა გქონდეს, რომელიც მხოლოდ მშვიდობაზე არ იქნება დაფუძნებული. უკაცრავად. უბრალოდ გსურს მათთან ურთიერთობა გქონდეს, რომელიც მხოლოდ მშვიდობაზე არ იქნება დაფუძნებული. მშვიდობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. დიახ, მშვიდობა და განვითარება. მშვიდობა, თავისუფლება და განვითარება. ჩემს იერარქიაში ასაკვირველია ჩემს პერსონალურად თავისუფლება, მშვიდობა, ვინც ის და მესამეც არის ეს მშვიდობა, იმიტომ კი არა რაღაც უგულებელყოფ მშვიდობის მნიშვნელობასა და არს. არა, ჩემთვის უფრო ღირებული აი იერარქია, თუ მაინც და მაინც იერარქიის კი საფეხურებზე უნდა დავსვათ რომელიმე ერთი ღირებულება, ჩემთვის თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ აქ მარკო რუბიოს პრინციპში ამას ამბობს განვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას. მშვიდობა მხოლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, ანუ უნდა განვითარდეთ, მშვიდობა რაღაც უნდა მოიტანოს. თავარია ეკონომიკური შესაძლებლობები, რომლებიც წელს მეყრებთ ქმნის. უკვე შემდგომ სენატორი სტივ დეინსი და მე აღარ გავაგზელებ 23 წუთია გრძელდება, აგრძელებს მასთან დიალოგს, ერთი აბზაცი უბრალოდ მივაგენი. მარკო რუბიოსი შეგიძლიათ ხელი მოაწეროთ შეთანხმებას და შექმნათ ჩარჩო, მაგრამ ახლა უნდა დავწმუნდეთ, რომ პროცესი სწორად მართავთ და ამერიკულ კომპანიებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ინფრასტრუქტურის, რკინიგზის, ავტომაგისტრალისა და სხვა იმ პროექტების განვითარებაში, განხორციელებაში, რომლებიც აუცილებელი ამ დერეფლის გასახსნელად არსებობს დამატებითი ეფექტიც, ჩვენ არ ვცდილობთ მასზე დომინირებას და არც ამერიკული ეკონომიკური მონოპოლია გვინდა. თუმცა გსურს, რომ ჩვენმა კომპანიებმა სამართლიანი შესაძლებლობა მიიღონ და ასე შემდეგ. აი ხა კიდევ ერთხელ და ბოლო აკორდი. სადახარ ამასობაში შენ ივანიშვილის მშიჩარჩენილ საქართველოს. მადლობა ყველა ვინც საქართველოს უნაჩვენებს ღირსებას. აი 50, 60, 120, 250, 500 შაბათის მარშების დროს 5000 თუ 7000 და განსაკუთრებულ დღეებში თქვა 30000 თუ 40000 მოქალაქეს, ანი მოქალაქეებსაც, რომლებიც მხოლოდ Facebook-ის ლომებად თუ ებხვებათ იხსნიან და რომლებიც იქაც Facebook-ზე სოციალურ ქსელში აფიქსირებენ თავის ანტისამთავრობო, ანტისახელისუფლო, ანტიოცნების თუ პოზიციებს და არეგუებიან ამ ხელისუფლებას. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს,
რომ გარშემო მიმდინარეობს პროცესები, რომელთა მიღმაც ჩვენ ვრჩებით და თუ მიღმა დავრჩებით საბოლოოდ ჩვენ უბრალოდ გავქრებით როგორც ქვეყანა ჩემი აზრით. მაგრამ რომც არ გავქრეთ და რაღაც კონკურენტები კონდეს ამ ჩვენს ქვეყანას, რუსეთი ჩვენ რეალურ ტერიტორიად გვაქცევს ისედაც გაარდაქმნილები ვართ აცრის ფერზონებად და რუსეთი მოემზადება იმისთვის რომ ივანიშვილიც კი მოიცილოს, ეგ რა მაგის პასუხია და ივანიშვილზე მეტი რუსი ხო წარმოუდგენელია ბევრი საზრით, მაგრამ მაინც დასვას საქართველოს ხელისუფლების სათავეში ივანიშვილი დღემდე ვერ ბედავს, მაგალითად ღიად თქმას რომ თუმცა როგორ ვერ ბედავს სომიები თქვენგან იმეთქვის რომ ნატოზე უარს ვამბობთ, არა ესე ფორმალურად ნატოზე ეჯერობით უარი არ ვთქვათ. პირდაპირ რუსულ სამხედრო ბაზებს შემოიყვანს ნებისმიერი პირი, რომელიც ივანიშვილის შემდეგ მოვა საქართველოს ხელისუფლებაში, ივანიშვილის აქ დატოვების ხელისუფლებაში დატოვების შემთხვევაში. ამიტომ არის მათ შორის ივანიშვილი საფრთხილო ქვეყნისთვის და საფრთხობელა ქვეყნისთვის. შეეხება მარკო რუბიოს, ხო, ამერიკელები ჩვენზე ილაპარაკებენ და კიდევ უფრო მძიმედ ვიდრე ილაპარაკეს სახელმწიფო დეპარტამენტის იმ თანამშრომლებმა, რომლებიც მარკო რუბიოს დავალებით ცოტა ხნის წინ იმყოფებოდნენ საქართველოში. ნახვამდის.